მოგესალმებით. დღეიდან ყოველ შაბათს საღამოს 9 საათზე ვახოს ანაიას რეპორტაჟი კვლავ ეთერშია. დღეს გადაცემას ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე აფხაზეთზე გთავაზობთ. ჩვენ დღეს გავწდებით მხოლოდ ახალი ამბების დონეზე მოწოდებულ ინფორმაციას და წარმოგიდგენთ პოლიტიკურ ანალიზს. აფხაზური რეალობა. ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცვლის თუ არა სოხუმში ახალი ლიდერის ანქვაბის მოსვლა ვითარებას. რამ განაპირობა მისი გამარჯვება და იყო თუ არა ეს გამარჯვება მოსკოვის პირდაპირი დირექტივა. სოჭის ოლიმპიადა, პუტინის ვიზიტი სოხუმში, გამარჯვების შემდეგ ანქვაბის მოზომილი და ძალიან საინტერესო განცხადებები და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა. დღეს ჩვენს სიუჟეტებში და ჩვენს სტუმრებთან ერთად გავაზობთ პოლიტიკურ ანალიზს აფხაზეთის შესახებ. სხვათა შორის ჩვენი რამდენიმე სტუმარი ადამიანთა იმ მცირერიცხოვან ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს თბილისიდან სოხუმში ჩასვლას და აფხაზეთთან პირდაპირ ურთიერთობას. სტუმრები ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი პირველი სიუჟეტი. კომპლექსური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში სერგეი ბაღავს გაუკეთა ოპერაცია მარჯვენა ფილტვზე გართულებული სპონტანური რღვევისა და ფილტვის მარჯვენა მხარეს განვითარებული პნევმოთორაქსის გამო. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და სიცოცხლისთვის საშიში გართულება ლიკვიდირებულია. კრისტიან ბჟანია სერგეი ბაღავშის წარმომადგენელი. ბაღავში სოხუმში ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში სერგეი ბაღავში მოსკოვის 93 კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი 62 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით ბაღავშს ფილტვის ოპერაციის შემდეგ გართულება დაეწყო და სიკვდილის მიზეზიც ეს გახდა. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის დაღუპვა ყველასთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის კი საეჭვო გახდა. რას წარმოადგენდა სერგეი ბაღავში და რა პოლიტიკას ატარებდა ის? სერგეი ვასილიძე ბაღავში დაიბადა 1959 წლის 4 მარტს ქალაქ სოხუმში. 2005 წლიდან აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი. სწავლობდა აფხაზეთის ნომერ 1 საშუალო სკოლაში. დაამთავრა სუბტროპიკული მეურნეობის ქართული ინსტიტუტი, სპეციალობით აგრონომი. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა მუშად ღვინის ქარხანაში და ინკასატორად სახელმწიფო ბანკში. 1972 წელი აფხაზეთის კომკავშირის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი ხდება. 1980 წელი საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1982 წელი უჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი. 1992 წელი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1993 წელი სეპარატისტული აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1995 წელი სეპარატისტული აფხაზეთის პირველი ეგრეთ წოდებული ვიცე-პრემიერი. 1997-99 წლები აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი. გადადგომის შემდეგ 1999-2004 წლებში აფხაზური კომპანიის ჩერნომორ ენერგოს დირექტორი. 2004 წლის 20 ივლისს ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ, ამცაჰარამ და გაერთიანებულმა აფხაზეთმა ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საერთო კანდიდატად წამოაყენა. არჩევნებში ბაღავშის მთავარი ოპონენტი რაულ ხაჯიმბა იყო. დაპირისპირება გამწვავდა, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვით ბაღავში კენჭს იყრიდა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად. 2009 წლის 12 დეკემბერს სერგეი ბაღავში აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მეორებადით აირჩიეს. ჰყავს ქართველი მეუღლე მარინა შონია და ორი შვილი. 2011 წლის 29 მაისს სერგეი ბაღავში გარდაიცვალა, დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ჭგერდაში. ბაღავში ყოველთვის ცდილობდა ამ დაპირისპირებულ კლანებს შორის ყოველთვის შეენარჩუნებინა ბალანსი და ეს იყო უფრო ლავირების პოლიტიკა. ანუ ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა არა პრობლემის ძირეულ მოგვარებაზე და დაუშვით რაღაც ნეგატივის ძირფესიან აღმოფხვრაზე, არამედ ეგრეთ წოდებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლებიც არ გაამძაფრებდა პრობლემას. მან აბსოლუტურად ყველაფერი შეუსრულა რუსეთს, რასაც რუსეთი მისგან ითხოვდა და შემდეგ საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაასრულა თავისი სიცოცხლე. მოვლენების სწრაფად განვითარდა. აფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანია ბაღავშის გარდაცვალების წუთიდან დაიწყო. ალექსანდრე ანქვაბი, სერგეი შამბა, რაულ ხაჯიმბა გამოიკვეთა 3 კანდიდატი აქედან ერთ-ერთს ბაღავში უნდა შეეცვალა. ბაღავში მოსკოვშიც იგლოვეს. სოხუმში კი პრემიერი პუტინი ჩავიდა. ყველა მიხილა კადრები როგორი დამწუხრებული უსამძიმრებდა რუსეთის ლიდერი ბაღავშის ოჯახის წევრებს, მაგრამ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი მაინც უფრო სხვა იყო.
სავარაუდოდ მომავალი არჩევნების დეტალები მთავარმა კანდიდატებმა ანქვაბმა და შამბამ სწორედ მასთან იმ დღეს შეათანხმეს. გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთი დიდად არ ჩაერეოდა და გამარჯვებულს დაელოდებოდა, რადგან მისთვის ორივე კანდიდატი მისაღები იყო. ბაღაფშის პერიოდში თითქმის არანაირი წინსვლა არ ყოფილა შიდა პრობლემების მოგვარების კუთხით. ანქვაბმა აქცენტი სწორედ სოციალური და კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებაზე გააკეთა. შამბა ცნობილია როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი, რა თქმა უნდა, ამავე დროს აფხაზთა რაღაც გარკვეული ნდობით აღჭურვილი ადამიანი, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ შამბა გასულიყო პრეზიდენტად. შიდა სიტუაციამ გადაწყვიტა ის, რომ ანკვაბი ესე იგი მოვიდა პრეზიდენტად იმის გამო, ჩემი აზრით, რომ ცნობილია როგორც ძალიან ისეთი ხისტი ადმინისტრატორი, რომლის ეს თვისება როგორც ჩანს ჩაითვალა, რომ არის გადამწყვეტი და საჭირო აი ამ მომენტში. კარგად არის ცნობილი, რომ დაახლოებით იგივე სიტუაცია არის დღეისათვის აფხაზეთში, რა სიტუაციაც იყო 90-იანი წლების დასაწყისში, იგივე თბილისში და პოსტსაბჭოთა სივრცის ძალიან ბევრ ქალაქში, ხო? ანუ ეს იყო რეკეტის ბატონობა, ეს იყო კრიმინალის ბატონობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელიც ცნობილია როგორც პრინციპული ადამიანი და მით უმეტეს, რომ მისი ბექგრაუნდი სწორედ დაკავშირებულია კრიმინალთან ბრძოლასთან, შესაბამისად მის მიმართ მოლოდინები მეტია. ეხლა რამდენად მოახერხებს, ეს არის მეორე საკითხი. ვინ არის ალექსანდრე ანქვაბი? ალექსანდრე ანქვაბი დაიბადა სოხუმში 1952 წელს. 1974 წელს დაამთავრა როსტოვის იურიდიული ინსტიტუტის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. აქვს იურიდიული განათლება და მრავალწლიანი კომკავშირული მუშაობის გამოცდილება. 1975-დან 1991 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში, კომკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, კომკავშირის გუდაუთის რაიონის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუდაუთის რაიონის რაიონული განყოფილების უფროსად. 1991-დან 1993 წლამდე მუშაობდა თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, სოფლის მეურნეობის განყოფილების სამეცნიერო და ეკონომიკური ანალიზის სექტორის გამგედ, ადმინისტრაციული ორგანოების მმართველის მოადგილედ. 1984-დან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ССР შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ აპარატს მინისტრის მოადგილის რანგში. 1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992-93 წლებში ვლადისლავ არძიმბას მთავრობაში იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1994-2000 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, ეწეოდა ბიზნესს. სოხუმში დაბრუნებულმა დააარსა პირველი ოპოზიციური მოძრაობა აიტაირა. 2004 წელს მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა დიდად არ დაზარალებულა, ის ბაღავშმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ეს თანამდებობა მას 2009 წლამდე ეკავა. 2009 წელს ბაღავშმა ის ეგრეთ წოდებულ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ალბათ იშვიათად მოიძებნება ადამიანი აფხაზეთში, ვის წინააღმდეგაც ამდენი ტერაქტი განხორციელდა. 2005 წლიდან დღემდე ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ 5 ტერაქტი მოხდა. ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმიდან დღემდე არც ერთი არ არის გახსნილი. და ახლა წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორს ბატონ ზურაბ შენგელიას. მოგესალმებით ბატონ ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. ბატონ ზურაბ, მე მინდა დავიწყოთ აფხაზეთში ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნების შესახებ საუბრით, თქვენთან დიალოგი, რა განწყობები არსებობდა არჩევნების წინ, არჩევნების პერიოდში და თქვენი აზრით, რამ განაპირობა ალექსანდრე ანქვაბის გამარჯვება ამ არჩევნებში? ორიოდი სიტყვა ძნელია მის შესახებ, მაგრამ ალბათ ცოტა იმ სიტუაციას უნდა გავიაზროთ, რა სიტუაციაში ჩატარდა არჩევნები. აქ რამოდენიმე ასპექტია გასააზრებელი. პირველი ის, რომ აფხაზეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი 2008 წლის მერე, რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთისადმი ასე ვთქვათ, სოჭის ოლიმპიადის ჩატარების წინ და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. გარდა ამისა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ სერიოზული გავლენა ჰქონდა საზოგადოებაში თუნდაც იმ ფაქტს, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის მოულოდნელი გარდაცვალება პრეზიდენტი ბაღაფშისა
მაინდამაინც დამაჯერებულებას ვერ იმსახურებს და მაინდამაინც ბოლომდე არა, თუმცა მე არ ვიცი, რამდენად სწორია მათი ეჭვები ამ ეჭვები, ანუ რა სახის ეჭვებზე არის ლაპარაკი? ეჭვები იმისას, რომ ეს მისი გარდაცვალება ბუნებრივისგან განსხვავებული იყო. და ეს მიზეზი, რა თქმა უნდა, თვითონ არ ხსნიან, თუ ხსნიან ესე იგი ეს არის, მაგრამ ეს ბუნებრივი გარდაცვალების, ბუნებრივი სიკვდილის მიმართ. ვისაც ასეთი ეჭვები აქვს, ბატონ ზურაბ, გაგაწყვეტინებთ, ვისაც ასეთი ეჭვები აქვს, ალბათ ანქვაბის მოსვლა ხელისუფლების სათავეში ეს მათთვის რადიკალური ცვლილება იყო და რაღაცის მომასწავებელი. მე ვერ ვიტყოდი, სიტუაცია ცოტა სხვანაირად არის. აი მე გეტყვით რამოდენიმე მაგალითს. ძალიან ძნელი იყო და ძალიან ძნელია აფხაზურ საზოგადოებას შესთავაზო რაღაცა ახალი შენ როგორც საპრეზიდენტობის კანდიდატმა, მაშინ როცა პირველმა პრეზიდენტმა არძიმბამ როგორც თვითონ თვლიან, მე მას უყურებ აფხაზური საზოგადოების მხრიდან. არძიმბას დამსახურება ეს იყო დამოუკიდებლობის მიღწევა. ბაღაფშის დამსახურება თითქოსებოდა რომ აღიარება მოხდა ბაღაფშის საშუალებით და ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს და აი მესამე პრეზიდენტი რა უნდა შეეთავაზებინა პრეზიდენტობის კანდიდატ საზოგადოებისთვის, ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო. ძალიან საინტერესოა რა სელოდებიან ანქვაბისგან. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ჩამოყალიბებული პროგრამა არც ერთ მათგანს არ ჰქონდა, არც ხაჯიმბას, არც შამბას და არც ანქვაბს, მიუხედავად ამისა, ანქვაბმა მოძებნა ეს ამოცანა, ანუ დასვა ამოცანა. თუ შამბა როგორც ხედავდნენ ისინი და აღიქვავენ, ესეთი გამოცდილი დიპლომატი იყო და ასე ვთქვათ, უფრო საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და საერთაშორისო აღიარებისკენ სწრაფვა ჰქონდა წინა პლანზე გამოტანილი, ხოლო რაც შეეხება ხაჯიმბას, ხაჯიმბა უფრო ნაციონალისტური იდეებით მოვიდა, უფრო ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევის იდეოლოგიით მოვიდა. თუნდაც რა დღეს ის რომ ხაჯიმბას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ყავდა არძიმბას მეუღლე წამოყენებული. აი ამ სიტუაციაში ძალიან გარკვეული, ლაკონური და მარტივი ამოცანა დასვა და ამავე დროს როგორც აღმოჩნდა ძალიან საჭირო ამოცანა დაცვა ანქვაბმა. მისი ლოგიკა ასეთი იყო, რომ მოიცდის აღიარება იქნება, ალბათ იქნება, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო. უნდა ავაშენოთ სახელმწიფო. ის სიტუაცია, რაც არის ახლა აფხაზეთში, ეს არის კრიმინალური სიტუაცია, ეს არის კორუფციის დონე და ასე შემდეგ, არ ქმნის იმის, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ჩამოყალიბდეთ როგორც სახელმწიფო. და აი მისი ამოცანა, მთავარი ამოცანა არის, რომ უნდა შექმნას აფხაზური სახელმწიფო. და მოსკოვი, ბატონ ზურაბ, შვიდად უყურებდა ამ პროცესებს, მას არ ყავდა ფავორიტი, ან შამბას სახით, ან სხვა ვინმე სახით, თუნდაც ხაჯიმბასით და დაელოდა რა შედეგს მიიღებდა არჩევნებს და შემდეგ მიესალმა ამ შედეგს. მე მგონია, რომ ჩემი აზრით მოსკოვის, ასე ვთქვათ, ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში იყო კომფორტული სიტუაციის შექმნა სოჭის ოლიმპიადის ჩატარებისთვის. ამ სამი კანდიდატიდან დიდ განსხვავებას მოსკოვი ვერ ხედავდა. და მაგრამ ანქვაბი ყოფილი პოლიციელია, მან შეიძლება ყველაზე უკეთ შეუქმნას ეს კომფორტი მოსკოვში. შეიძლება, მაგრამ თუ გავაგრძელებთ, მე გეტყვით იმას, რომ ამიტომ ესე იგი მოსკოვს მაინც მოლოდინი ჰქონდა მეორე ტურის, რომ მეორე ტური იქნებოდა და მეორე ტურში შეიძლება მაშინ გამოკვეთილიყო მისი, ასე ვთქვათ, სიმპათიები. მაგრამ ეს არ მოხდა. და ძალიან საინტერესოა ის, რომ სახელმწიფოებრივი დონეზე მხარდაჭერა არც ერთს არ ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა შამბას. შამბას ალბათ პიარ კამპანია იმეორებდა ერთ-ერთზე იმის პუტინის პიარ კამპანიას. ანუ თუ პუტინი ძიუდოისტია და პუტინი ასე ვთქვათ გარკვეულ კიმონოში გამოდის და მამაკაცურ ღირსებებს და სპორტულ იმას აჩვენებს, შამბა თურმე კარატისტი ყოფილა და კარატის ილეთებს აკეთებდა. ანუ მთელ აფხაზეთში ეს გზებზე, სოფლებშიც და ასე შემდეგ მოფენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ შამბას და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შამილ აძიმბას ბანერებით და პლაკატებით. გზები, სოფლები და ასე შემდეგ. არც ერთი პლაკატი, არც ხაჯიმბასი და არც ანქვაბის არ ყოფილა. ამიტომ რუსეთის ასე ვთქვათ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას
სიმპათია, მაგრამ ძალიან მცირე დოზით იყო, თუმცა რუსეთისთვის ალბათ სულ ერთი იყო, რომელიც გასაგებია. მე მინდა ასე ვთქვათ თბილისიდანაც რო შევხედოთ მოვლენებს, თქვენი აზრით თბილისისთვის სულ ერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში, თუ რაღაც სიმპათიას ვერ დავარქვევთ ალბათ, რა ხელს აძლევდა თუ არა ან ანქვაბის, ან შამბას იქ ლიდერად მოსვლა, თუ ეს აბსოლუტურად უმნიშვნელო ფაქტია თბილისისთვის. რაიმე აქტივობა თუ იყო. მოდით ასე ვთქვათ, რომ ეხლა თბილისში არ არის ერთგვაროვანი აზრი. ჩვენ თუ ვამბობთ ხელისუფლებას, ბუნებრივია პირველ რიგში ხელისუფლებას გულისხმობ. მე არ ამგონია, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა სტაბილური რეგიონი. მე ხელისუფლებიდან ვამბობ. სტაბილური რეგიონი, სადაც იქნება ასე ვთქვათ, გარკვეულწილად განვითარების საშუალება, საიდანაც ხალხი არ გაიქცევა, სადაც იქნება ნაკლები კრიმინალური, ასე ვთქვათ, ფონი, სადაც იქნება ნაკლები კორუფცია და ასე შემდეგ. ანუ უფრო ცივილიზებული სამყარო შეიქმნება. მე არ ამგონია, რომ ხელისუფლებას ეს არ უნდოდეს, რადგანაც ცივილიზებული და ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მოაზროვნე უკეთესად მოაზროვნე და თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოებასთან გაცილებით ადვილია საერთო ენის მონახვა და ის საერთო წერტილების და საერთო თანაკვეთის, ასე ვთქვათ, დაფიქსირება, რაც არის და ეხლაც იგრძნობა აფხაზურ საზოგადოებაში. რაღაც ახალი ეტაპის დასაწყებად ანქვაბის მოსვლა სულ მცირე ნიშანს მაინც თუ იძლევა თქვენი აზრით? იცით, მე ეს არის სხვა. ანქვაბმა თვითონ ის ფაქტი, რომ ასე ვთქვათ, მოჩვენებით პატრიოტულ იდეებს, რომ აი ნაურუსთან ერთად კიდე ვინ გვაღიარებს. დიახ. ანუ ამას არჩია, რომ არ მიექცია ყურადღება აი ამ სიტუაციისთვის, ანუ იმისთვის რეკლამისთვის, ანუ ვთქვათ იდეოლოგიურ რაღაცა პლუსებისთვის და შიგნით დასახა ამოცანები. ამოცანები ძალიან მკაცრი იყო, მე იმასაც გეტყვით, ალბათ ეს საინტერესო იქნება, რომ საშიშიც კი იყო, რომ მას ასე ვთქვათ არ დაუჭერდა ელექტორატი მხარს, იმიტომ რომ თუ ლაპარაკია კორუფციაზე, თუ ლაპარაკია ასე ვთქვათ კრიმინალურ სიტუაციაზე, პირველ რიგში კორუფცია ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არის, ასე ვთქვათ, ან მფარველობს, ან გასულები. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ანქვაბის დაპირება, მოდი ასე ვთქვათ, იყო, რომ აუქმებდა ვიცე-პრეზიდენტის სტრუქტურული თვისება, ესე იგი, რადიკალური სტრუქტურული სახელმწიფო სტრუქტურის ცვლილება. ესე იგი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტის გაუქმება, ვიცე-პრემიერ-მინისტრების პოსტის გაუქმება, ორი ადმინისტრაციული აპარატის მაგივრად, ერთი რომელიც მთავრობის იყო და მეორე პრეზიდენტის, ერთი ასე ვთქვათ, აპარატის შექმნა. ანუ განახევრებაზე იყო ლაპარაკი, სუმცირე განახევრებაზე იყო ლაპარაკი იმ აპარატისა, რომელიც ასე ვთქვათ, ამ მფარველობდა, ან თვითონ მონაწილეობდა აი ამ კორუფციულ სისტემაში. ამიტომ გარკვეულწილად სარისკო იყო ანქვაბის, ასე ვთქვათ, ასეთი ლაკონური, მარტივი და ლოგიკა. მაგრამ ძალიან კარგია ის, რომ საზოგადოება თურმე ყოფილა ამისთვის მზად და თუნდაც ის პროპორცია, რაც მოხდა 45 დაახლოებით 55% ანქვაბის, 21% შამბასი და 19% ხაჯიმბასი, სწორედ იმის დასტურია, რომ ის საზოგადოება სწორედ მოლოდინშია სიკეთის, მოლოდინშია, ასე ვთქვათ, გარკვეული უკეთესი ცხოვრების. და იმედი აქვს იმ საზოგადოებას ანქვაბის. აი საქართველოსთან მიმართებით რა ცვლილებები შეიძლება გქონდეთ? მე გეტყვით ერთ ფაქტს, რომ ყველა შეხვედრა, რომელიც იქ ჩატარდა და ახლა ტარდებოდა ეს შეხვედრები ასეთნაირად პრეზიდენტობის კანდიდატს ხვდებოდა გარკვეული წრე საზოგადოებისა. ეს იყვნენ ჟურნალისტები, ეს იყო ასე ვთქვათ ინტელიგენცია, საზოგადოების წარმომადგენლები სხვადასხვა და რა თქმა უნდა ამ შეკითხვებში იყვნენ მისი მოწინააღმდეგენი. აი სამივე პრეზიდენტობის კანდიდატის შეკითხვებზე, სამივე პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრაზე ალბათ ეს იყო მოლაპარაკება, შეთანხმება, ამოღებული იყო რამოდენიმე თემა. ერთი თემა იყო ტოლულების დაბრუნების თემა, ამაზე არ ყოფილა ღია საუბარი და შეკითხვაც არ ყოფილა, თუმცა ალბათ რაღაცა ისეთი მწვავე შეკითხვის დასმა მოწინააღმდეგე ოპონენტს უпростоრად ალბათ აწყობდა. არ ყოფილა რუსეთთან ტერიტორიული ურთიერთობების თემა, ეს მე მხედველობაში მაქვს სოფელი აიბღა და ასე შემდეგ და არ იყო საქართველოსთან ურთიერთობის თემა. ეს სამი თემა ეტყობა შეთანხმებული იყო, არ იყო აქცენტირებული.
ანქვაბს ჰქონდა ასეთი რაღაც ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, ჩვენი სახელმწიფო ვერ აშენდება, თუ ყველა ჩვენს მეზობელთან არ გვექნება მუდმივი დიალოგი. და სხვათა შორის ამბობდა, რომ ეს ხო ამას ხომ არძიმბაც ამბობდა. არძიმბამაც ხო ასე ვთქვათ გვიანდერძა, რომ მუდმივ დიალოგში უნდა იყვნენ ნებისმიერ მეზობელთან. მიუხედავად იმისა, მას უნდა ეს თუ არა. აი ეს შემიძლია თქვა. გასაგებია, ბატონ ზურაბ, მინდა შევეხოთ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას, რა დამოკიდებულება არსებობს დღეს და არჩევნების დროს, რა დამოკიდებულება არსებობდა ამ ქართულ მოსახლეობასა და სოხუმს შორის. გალის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და რამდენადაც მე ვიცი, მე ვერ დავდებ თავს, რომ ციფრობრივი მონაცემები მქონდა, უდიდესმა უმრავლესობამ ანქვაბს დაუჭირა მხარი. და ძალიან საინტერესოა, ქმნის თუ არა გალის მოსახლეობა, მე არჩევნებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, ზოგადად რაიმე პოლიტიკურ ამინდს აფხაზეთში, პოლიტიკაში. მე ვერ გეტყვით, რომ გალის მოსახლეობა პოლიტიკაში რამ ქმნიდეს რაღაცას, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი მომეჩვენა, რომ იწყება აფხაზეთში. მაგალითად, სოხუმის ბაზარზე არის კუთხე, რომელსაც ქვია გალის ბაზარი. სოხუმში ძალიან ბევრი ავტოგასამართის სადგურები, ასე ვთქვათ, სახელოსნოები, სარემონტო სახელოსნოები და ასე შემდეგ, პირდაპირ აწერია გალი. ანუ გალის მოსახლეობა, ასე ვთქვათ, აქტიური გახდა. თუ ჩაიკეტა და მათი გადმოსვლა ჩვენს ენგურსაკეთ უფრო რთული გახდა, მეორე მხრივ მათ მოძებნეს იმის საშუალება, რომ რაღაცა პატარა მცირე ბიზნესები გაეხსნათ და თავისი აქტიურობით ასე ვთქვათ, პოზიციებს იმაგრებენ. წახალისებულია ეს ყველაფერი ბუნებრივია სოხუმიდან და მიდის რეინტეგრაცია. ყოველ შემთხვევაში ხელს რო არ უშლიან ცხადია. და ახლა წახალისებულია თუ არა, ეს ცოტა ძნელი სათქმელია. მაგას ეგ ინფორმაცია მე არ მაქვს. გასაგებია, არსებობს თუ არა აფხაზეთში საკითხები, რომელსაც წყვეტს უშუალოდ თქვათ ანქვაბის მთავრობა, წყვეტ და ბაღაფშის მთავრობა და არსებობს თუ არა საკითხები, რომელსაც პირდაპირ რუსეთი წყვეტს. არსებობს თუ არა ესეთი გამიჯვნა თემატიკას შორის. იცით, მე ვერ გეტყვით, მაგის კომპეტენცია მე არ გამაჩნია, მაგრამ თქვათ საზღვარი, სამხედრო საკითხები, ეს რომ უსაფრთხოების საკითხები, ეს რომ ალბათ მაქსიმალური პროცენტებით რუსეთის ხელშია, ну ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა მე მაგის კომპეტენცია არ გამაჩნია. ბატონ ზურაბ, აფხაზურ პრესას როდესაც გავეცანი, იყო საუბრები იმაზე, რომ უფროსი თაობა თანახმაა, რომ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ასოცირება მოხდეს რუსეთთან, ვთქვათ, შეერთების სახით თუ რაიმე სხვა სახით გახდეს აფხაზეთი რუსეთის ნაწილი იურიდიულად. უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანები თითქოს არიან ეგრეთ წოდებული ამ დამოუკიდებლობის მომხრე. არის ასეთი დაყოფა ასაკობრივი დამოუკიდებლობის საკითხთან მიმართებით აფხაზეთში? გარდა ასე ვთქვათ, პოლიტიკური კარიერის სურვილისა და წინსვლისა პოლიტიკურ კარიერაში მე არ მინახავს არც ერთი აფხაზი, რომელსაც რუსეთთან ასე ვთქვათ, უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა. პირიქით, თითქმის მთელი აფხაზეთი და მთელი საზოგადოება წინამდებია თუნდაც იმ დონის ურთიერთობებისა, რომელიც ახლა რუსეთთან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ჩვენთან დაახლოება უნდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთთან ურთიერთობა ეს დონეც კი არ აწყობთ, დიახ. ეს ამის ხედავენ ძალიან დიდ საფრთხეს. ეს ძალიან კარგად ჩანდა და ეს ძალიან კარგად ჩანს. და ბოლო საკითხი, რომელსაც თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდეთ, ეს არის სოჭის ოლიმპიადა, რა განსაკუთრებული მოლოდინები არსებობს აფხაზეთში, დღეს არსებულ მოსახლეობაში სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. რას ელოდებიან ამ ყველაფრის? არაფერს არ ელოდებიან სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. სოჭის ოლიმპიადამ შეუქმნა რამოდენიმე პრობლემა აფხაზეთს. პირველი პრობლემა ის, რომ იყო ასეთი მოარული ხმები, ახლა მე ვერ ვიტყვი მაგას, რომელსაც ასე ვთქვათ, მაგის დოკუმენტური დასაბუთება არ მაქვს, რომ დაახლოებით 50,000 მოსახლე უნდა ჩაესახლებინათ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს ის ხალხი იყო, რომელიც მშენებლობაში მიიღებდა მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაზე და შემდეგ მომსახურებაში. ამას ისინი ეწინააღმდეგებოდნენ და ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, თვითონ ის სოფელ აიბღას იმ 16 კვადრატული კილომეტრის იმ ნაწილის, ასე ვთქვათ,
რა ვთქვათ, მიერთება თუ ანექსია რუსეთის მიმართ, ისინი უკავშირებენ ამას ოლიმპიადას. ასე რომ ოლიმპიადის მიმართ მათ არ გააჩნიათ, ასე ვთქვათ, გარკვეული, როგორ გითხრათ, იმედები, რომ ოლიმპიადა რაღაცა შეცვლეს. გარდა ამის აღსანიშნავია ის, რომ სწორედ იმიტომ, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს აი ამ საკითხებში, ტერიტორიულ საკითხებში და ასე შემდეგ, თუნდაც მაგიტომ მოხდა ის, რომ გარკვეულწილად ისინი ისჯებიან იმით, რომ მაგალითად მათ აღარ აძლევენ რუსულ პასპორტებს. ანუ თქვენ უკვე აღიარებული ხართ და თქვენი პასპორტი გაქვთ. ეს ერთი. ისჯებიან იმით, რომ ძალიან გართულებულია, პრაქტიკულად შეუძლებელია ფსოუზე საქონლის გატანა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ სოჩის ოლიმპიადასთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებას თავის განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ბატონ ზურაბს დიდ მადლობას გადავუხდი და აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გველოდება საუბარი კიდევ ორ სტუმართან, ისტორიკოს გიორგი ანჩაბაძესა და სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორ ოთარ ბენიძესთან. ორივე ჩვენი მომდევნო რესპონდენტი, ისევე როგორც წინა, კარგად ერკვევა აფხაზეთის თემატიკაში. მანამდე კი იმის შესახებ, რა პერსპექტივას ხედავენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, სოხუმსა და თბილისში. არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის ფორმატი და სხვა საკითხები. Для Абхазии сегодня важный день. ალექსანდრე ანქვაბი გამარჯვების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე ფრთხილი და მოზომილი განცხადებებით გამოვიდა. ანქვაბმა ილუზიები ჟურნალისტებთან პირველსავე შეხვედრაზე გაფანტა, თქვა რომ არანაირი სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა არ იქნება. ამ პრესკონფერენციაზე ანქვაბს თბილისის მისამართით მწვავე განცხადებები არ გაუკეთებია, მაგრამ თბილისს მიაჩნია, რომ სოხუმის სათავეში ანქვაბის მოსვლა არაფერს ცვლის. ამ ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს მხოლოდ მარიონეტული ხელისუფლება. ამიტომ ამ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, არანაირ მონაწილეობას აზრი არ აქვს. სულ ერთია ვის დანიშნავს კრემლი თავის მარიონეტად, უფრო მეტიც ამ მარიონეტს საკმაოდ შეზღუდული არეალი აქვს. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან, არ წყვეტს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ეს რუსეთის პრეროგატივაა, რუსეთის ხელისუფლების პრეროგატივაა. ერთი რაც შეიძლება ანქვაბმა გააკეთოს, ეს არის რომ ეს სახალხო დონეზე კავშირები არ შეუშალოს ხელი და გარკვეულწილად აი ამის წახალისება მოხდეს. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ოპოზიციაში. ახალმა მემარჯვენეებმა ალექსანდრე ანქვაბს გამარჯვებაც კი მიულოცეს. მინდა გამომარტო, რომ ის რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია თითქოს ამ ჩვენი განცხადებით, რაც ლეგიტიმაციის მცდელობა იყო, ეს არასწორია, მაგრამ ის რომ ამ არჩევანს, აფხაზი ხალხის არჩევანს ჩვენ პატივი ვეცით, სულ სხვა დატრითვის არის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ალექსანდრე ანქვაბი ეს არის პროაფხაზური ლიდერი, განსხვავებით ჩამბაზგან, რომელიც იყო ტიპიური პრორუსი ლიდერი. მე ვფიქრობ, რომ არაღიარების პოლიტიკა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იგნორირება მოვახდინოთ საერთოდ იქაური პოლიტიკური პროცესებს, მით უმეტეს საზოგადოების განწყობების, არჩევანის და არ ვცადოთ დიალოგი იმ არჩეულ ლიდერებთან, ვისაც ხალხის მხარდაჭერა აქვს. ანქვაბი აი ამ მხარდაჭერის და ამ მანდატის მიღების შემდეგ გააგრძელებს აფხაზური ინტერესების გატარებას. სოხუმში ანქვაბის გამარჯვება ურთიერთობების დათბობის გარკვეულ იმედებს აძლევს ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს. ეს არის სერიოზული კაცი. მე მასთან მოლაპარაკების პროცესში არ მქონია ურთიერთობა, მის გარემოცვასთან მქონდა შესაძლებლობა მელაპარაკა ქართულ აფხაზურ მომავალზე და მე ვიცი, რომ სერიოზული საუბარი ამ ადამიანებთან შეიძლება. შეიძლება შეთანხმებების მიღწევაც. და განსაკუთრებით ჩვენთვის და ჩემთვის თავარი არის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა დავიწყოთ ახლიდან ერთმანეთის გაცნობა. იმიტომ რომ 25 წლის განმავლობაში აფხაზების და ქართველებით შევიცვალეთ. ომით გახლეჩილი ეს ორი საზოგადოება სხვადასხვანაირად განვითარდა. აუცილებელია დავიწყოთ ახლიდან ერთმანეთის გაცნობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იქნება სწორედ ეს ამ გუნდთან. საბოლოო ჯამში კონფლიქტის სრულფასოვანი გადაწყვეტისათვის ეს დიალოგი იქნება აუცილებელი. მაგრამ დღეს ამას აზრი ნაკლებად აქვს. ახლა შეიძლება რაღაცა ადგილ ლოკალურ საკითხებზე დიალოგი საჭირო იყოს, მაგრამ
ისეთ საკითხებზე, როგორიც თქო კონფლიქტის აღმოფხვრა, შერიგება, კონფლიქტის რეგულირება, მით უმეტეს სტატუსზე საუბარია, ამას ეხლა არავითარი აზრი არ აქვს სერიოზულად. შეიძლება თქო ინდივიდები აკადემიური წრეებიდან შეხვდნენ და ისაუბრონ, ამას არაფერი არ უშლის ხელს. მაგრამ თქო გადაწყვეტილების მიმღებები ამაზე ვერ ისაუბრებენ, იმიტომ რომ აფხაზური მხარე არ არის გადაწყვეტილების მიმღები. სანამ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და სხვათა შორის ეს პროცესი ახლა არ დაიწყო და მთელი ეს წლების განმავლობაში იყო გარკვეულწილად წყლის ნახვა ასეთ თემებზე აფხაზურ მხარესთან საუბარი, იმიტომ რომ გადაწყვეტილებების მიმღებები იყვნენ ან პირდაპირ, ან მოკარნახენი იყვნენ მოსკოვიდან. 26 სექტემბერს თავის მოკრძალებულ, ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციაზე ანქვამმა სეპარატისტული რეგიონის საგარეო პოლიტიკის ორი პრიორიტეტი დაასახელა, მაგრამ იქ თბილისი საერთოდ არ იყო ნახსენები. პირველი პრიორიტეტია რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ურთიერთპატივსაცემი, თანასწორ უფლებიანი რუსულ-აფხაზური სახელმწიფოთა შორისო ურთიერთობების გაძლიერება. მეორე პრიორიტეტია დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელება აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების გაფართოების მიზნით. რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. მიუხედავად რუსული დიპლომატიის აქტიური მცდელობისა, კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის ფართომასშტაბიან აღიარებას ვერ მიაღწია. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ანქვაბი აღიარების საკითხს თანდათან გვერდზე გადასწევს და უფრო მეტად შიდა საქმეებით დაკავდება. რუსეთმა ვერ მიაღწია ვერაფერს საკუთარი ძალიან მძლავრი საგარეო პოლიტიკური მანქანით, რომ აღიარებისთვის მიაღწიათ და ამათთვის მიეცათ ახალი დინამიკა აღიარების. რუსეთმა ვერ მოახერხა ეს. ეს არის ფაქტი და ამის გააზრება ნელ-ნელა აფხაზურ საზოგადოებაში მე მგონი ხდება. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა დიპლომატებმაც საკმაოდ კარგად იმუშავეს, მაგრამ მაინც ამერიკელი დიპლომატების დამსახურება განუზომელია და შეუდარებელია და ვერ შედგა ეს აღიარების პროცესი და პრაქტიკულად კომიკური ხასიათი მიიღო იმ რაღაც ჯუჯა სახელმწიფოების თუ სიმბოლური სახელმწიფოების თუ ასე ვთქვათ, რუსეთისგან მართვადი სახელმწიფოების მხრიდან, თითებზე ჩამოსათვლელი სახელმწიფოების მხრიდან აფხაზეთის აღიარება. აღიარების პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს პრეზიდენტი მაგალითად აფხაზებს თავაზობს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, თავაზობს პარლამენტში და მთავრობაში ადგილებს, თავაზობს ვეტოს აფხაზურ საკითხებზე და მთელი რიგ ეკონომიკურ პაკეტს, რომელისგანაც უარის თქმა უბრალოდ გამორიცხულია, ამიტომ ამბობთ, რომ ამ მარიონეტებს უბრალოდ არ აქვს საშუალება ილაპარაკონ ის, ვისი სურვილიც მათ აქვს. ყველა თანხმდება, რომ საჭიროა აფხაზეთთან პირდაპირ საუბარი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს მათთან კონტაქტი რუსების გადამწყვეტი ხმის გარეშე, ამის თქმა ყველას უჭირს. ერთ-ერთი ფორმატი, სადაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ირკვევა, ჟენევის მოლაპარაკებებია. ჟენევაში ჩვენ შედეგი არ გვაქვს, მაგრამ ეს არის იმის გამო, რომ მოსკოვს არ შეუძლია პოზიცია და არა იმის გამო, რომ ფორმატმა ამოწურა თავისი თავი. ეს არის ფორმატი, რომელიც არის ყველა საუკეთესო ფორმატი, რომელიც შეიძლება საქართველოს მიიღოს როდესმე რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამდენივე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმის გამო, რომ ამ ფორმატის წამყვანები, თანათავმჯდომარეები არიან სამი საერთაშორისო ორგანიზაცია, ანუ ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ანუ ეს არის, სადაც ჩვენ ამდენი ხანი ვცდილობდით, რომ ქონოდა ინტერნაციონალიზებული ფორმატი, სადაც ნეიტრალური მედიატორები იქნებოდნენ წამყვანები და არა რუსეთის ფედერაციაში. და გარდა ამისა, მანდატი, რომელიც ამ ფორმატს გააჩნია, არის მნიშვნელოვანი. ეს არის მანდატი უსაფრთხოების და სტაბილურობის შესახებ და მანდატი დევნილებთან დაკავშირებით. ანუ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი აზრით უნდა განიხილებოდეს ჩვენს და რუსეთს შორის ოკუპირებულ ტერიტორიებს დაკავშირებით, მოცული არის სწორედ ჟენევის მოლაპარაკებებში. Нас радуют успехи государственного развития Абхазии, и мы надеемся, что რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვში ჩავიდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოები კრემლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებია, რომ მედვედევი აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების აღდგენასთან დაკავშირებულ პრობლემებს იხილავდა. ქონებრივ დავებზე კომისია თავის დროზე ბაღაფშმა რუსების მოთხოვნით შექმნა. იდეამ აფხაზეთში წინააღმდეგობა და დებატები გამოიწვია. შიშობენ, რომ ეს გზას გაუხსნის იმ ათასობით ქართველის დაბრუნებას, რომლებმაც აფხაზეთი 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს და ამჟამად რუსული პასპორტებით რუსეთში ცხოვრობენ. მაშინ შამბამ გამოსავალი იპოვა და განაცხადა, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები უნდა მოერგოს აფხაზურ რეალობას და თითოეული დავა ცალკე უნდა განიხილებოდეს, რათა თავიდან იქნა საცილებული რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური ქართველების დაბრუნება.
კიდევ ერთი საკითხი. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ევრაზიის კავშირში გაერთიანდნენ, რომლის შექმნასაც პუტინი საბაჟო კავშირის ბაზაზე აპირებს. ბევრი ფიქრობს, რომ ანქვაბი პრინციპულობით გამოირჩევა და აფხაზების ინტერესებს ბოლომდე დაიცავს, მაგრამ რუსული პრესა სხვაგვარად მიიჩნევს. გავლენიანი გამოცემა კომერსანტი წერს, ანქვაბისა და მედვედევის შეხვედრის შემდეგ რუს მომლაპარაკებლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ სადაო საკითხების გადაჭრა აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელთან უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე სერგეი ბაღაფშთან. და ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას ჩვენ სტუმრებთან საუბრი, წარმოგიდგენთ მათ გიორგი ანჩაბაძე, ისტორიკოსი, მოგესალმებით ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ოთარ ბენიძე, სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, მოგესალმებით, დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ ანქვაბის თემით, ის მოვიდა სოხუმში ლიდერად. ბატონ ოთარ, თქვენი აზრით, ცვლის თუ არა ეს რაიმეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, რაიმე პერსპექტივა იკვეთება თუ არა იმით, რომ ბაღაფში შეცვალა ალექსანდრე ანკვაბი? ხა როგორ გითხრათ, პერსპექტივაზე და იმედგაცრუება არასდროს არ მქონია მე, თუნდაც იმ ბაღაფშის დროს. ალბათ ბევრი ჩვენგან არის დამოკიდებული მომავალ პერსპექტივაზე, როგორ ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენ. და რა თქმა უნდა ეს ორმხრივი უნდა იყოს როგორც ჩვენ მხრიდან ისე აფხაზების მხრიდან ასე ვთქვათ. ანუ ბაღაფშის მმართველობის ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ იყო, შეგვიძლია ასე ვთქვათ. ბაღაფში შეცვალა ახლა ანქვაბმა, მე რა თქმა უნდა აქ რამე რადიკალურ გარღვევაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ რაიმე მოლაპარაკების თუნდაც ახალ ფორმატში დაწყების და ასე შემდეგ. აი რაიმეს იმედს თუ იძლევა თვითონ ანქვაბის ფიგურიდან გამომდინარე. მე ალბათ ფორმატზე თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ სრულიად გვარ პირობების გარეშე უნდა მოხდეს შეხვედრები, ალბათ წინასწარ ამისათვის მე ამაზე არაერთხელ მithქვია, საჭიროა იმას ვისაც შეუძლია კულუარული შეხვედრები, იმისათვის რომ ის ოფიციალური შემდეგ მოხდეს. მეც მუნდეთ რომ ამას თულად არ ვლაპარაკობ. მე ამას ყოველთვის შედეგი მოაქვს ხოლმე. კულუარულ შეხვედრებში რა მე ვამბობ იმას, ვინც იმ პიროვნებების ჩასვლა იქ, ვინც იქიდან არის, ასე ვთქვათ, აფხაზეთიდან და მათი ეს არაოფიციალური შეხვედრები იმისათვის რომ მომზადეს ნიადაგი. იცით რა მოხდა? რეალობა შეიცვალა და სრულიად სხვა სიტუაცია და ამიტომ ვლაპარაკობ მე ასე ვთქვათ ჩვენ უნდა გავიგოთ მათი აზრი და ასე ვთქვათ შევაჯეროთ ერთმანეთთან. გასაგებია ბატონ გიორგი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ თქვათ ანქვაბის ფიგურასთან? არჩევნების პერიოდში მან განაცხადა, რომ საქართველოსთან შეიძლება უნდა განახლდეს მოლაპარაკებები, მაგრამ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს უკვე ისეთი შეთავაზება იყო და სწორედ ისეთ მომენტში, სწორედ არჩევნების მომენტში, როცა ჯერ არ იყო გადაწყვეტილი მისი, ესე იგი, გამარჯვების თუ არ გამარჯვების საკითხი. და ესე იგი ეს მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს მომენტი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ დავიწყოთ ასეთი მოლაპარაკება, მაგრამ თქვენი აზრით ის რაც თქვა ანქვაბმა ასახავდა იმ დროს ელექტორატის უმრავლესობის მოსაზრებას? რა თქმა უნდა, ალბათ ასახავდა ასე დროს გაკეთებული განცხადება, მე სწორედ მაგიტომ გავუსვე ხაზს, რომ არჩევნების დროს იყო გაკეთებული ეს განცხადება. მაგრამ ელექტორატის მოსაზრება თავისი პოზიცია აქვს ელექტორატს იქაურს საზოგადოებას. როგორც პოლიტიკურ კლასს, ასევე ფართო საზოგადოებას იქ თავისი პოზიცია აქვს, რომელიც ემყარება აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საქართველოს მოთხოვნა ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ სხვა გზა არ გაგვაჩნია. თუ გვინდა რომ ცივილიზაციურად წაიმართოს ეს ცივილიზებულად წარიმართოს ურთიერთობები, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები არ იქნება ადვილი, მაგრამ უნდა იყოს, როგორც ბატონმა ოთარმაც აღნიშნა, ეს სწორედ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იქ კარგი იქნება თუ დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაეროსი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც გითხარით, ეს მოლაპარაკებები აუცილებელია და შესაძლებელია. თუ ჩვენიდან იქნება ნება, პოლიტიკური ნება ამ მოლაპარაკებების დაწყებისა, რომ აი აფხაზებს ველაპარაკოთ ჩვენ მომავალზე
როგორი იქნება ქართულ-აფხაზური მომავალი. ეს შეიძლება საინტერესო იყოს ველაპარაკოთ აფხაზებს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რაოდენ დიდი არის რუსეთის ფაქტორი ამ შემთხვევაში. არსებობს ერთი მხრივ ჟენევის ფორმატი, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით კიდევ მინდა ვისაუბროთ, მაგრამ რუსეთი დაუშვებს იმას, რომ მისი მონაწილეობის გარეშე სოხუმმა და თბილისმა ერთმანეთთან პირისპირ ილაპარაკონ. სრულიად რუსეთის გამორიცხვა არც გამოვა, მე მგონი ასეთი საქმიდან, მაგრამ რუსეთი იმის პირდა წინააღმდეგაც ღიად ვერ წავა ყოველ შემთხვევაში, რომ ქართველებმა და აფხაზებმა რაღაც მოილაპარაკონ და რაღაც სამშვიდობო აზრი შეიმუშაონ. და ჩვენთან ცოტა გადამეტებულია აზრი იმის შესახებ, თითქოს რაოდენ დამოკიდებულებაშია აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთისაგან. ისე არ არის, როგორც ჩვენ გონია უმრავლესობას. აფხაზებს შეუძლიათ გადადგან საკმაოდ ისეთი თავისუფალი ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგჯერ პირდაპირ რუსეთის შეგიძლიათ აი გითხრათ თუნდაც ერთი მაგალითი ასეთი ნაბიჯის ბატონო. ნუ თუნდაც ბაგაფშის არჩევნების დროს იყო ასეთი ნაბიჯი. როდესაც აშკარად მის მოწინააღმდეგეს უჭერდა მოსკოვი მხარს და შემდეგ რუსეთმა ისიც კი გააკეთა, რომ რამდენიმე დღით ბლოკადა გამოუცხადა აფხაზეთს, მაგრამ მერე მიხვდნენ რომ მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ ბაღაფში თავისი პოლიტიკით რეალურად არაფერში არ შეწინააღმდეგებია კრემლს საბოლოო ჯამში. ანუ ის მაინც მისაღები იყო კრემლისთვის. გააჩნია რაში არ შეწინააღმდეგებია. რაღაც ისეთი კარდინალური საკითხებზე არ ყოფილა შეჯახება. და პრინციპში ჩვენ ვიცით რომ მან შეინარჩუნა ის რაც იყო აფხაზეთის საზოგადოების მოთხოვნა. ესე იგი მიწების არ გაყიდვა, აი რაზეც იყო საუბრები, ეს დღესაც არ არის მიღებული და არც როგორც ჩანს არც იქნება მიღებული ყოველ შემთხვევაში, რაც დღეს ჩანს ასეთი გადაწყვეტილება და სხვა. ძალიან მაგრად დადგა აფხაზური საზოგადოება აი იმ საკითხზე, რომელიც ეს პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოდან არ იყო წამოსული, მაგრამ რუსული მხრიდან იქ რაღაც სადავო ტერიტორიების შესახებ. იქ ძალიან აშკარად და ცალსახად აფხაზურმა მხარემ, როგორც ხელისუფლებამ, ასე საზოგადოებამ განაცხადა თავის პროტესტი და თავისი ესე იგი მზადყოფნა, რომ არ დაეთმოთ არაფერი, არც ერთი გოჯი მიწა და ასე შემდეგ. ეს ბევრი არის ამისთან მაგალითები, თუ ჩვენ აი გავიხსენებთ. ბატონთან. დიახ, მე უნდა აღნიშნო, რომ არჩევნების მეორე დღეს ალექსანდრე ანქვაბმა ჩაატარა პრესკონფერენცია. ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია იყო. იქ მე არ ვიცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ჟურნალისტმა კითხა ინვესტიციების თაობაზე იყო საუბარი. მან თქვა, კი ბატონო, ჩვენ სიამოვნებით ინვესტორებს მივიღებთ და ხელსაც შევუწყობთ, მაგრამ ყველამ დაიმახსოვროს. ეს იყო ასე, ეს არის ასე და ესე იქნება რომ ერთი კვადრატული ასე ვთქვათ, მიწის ნაკვეთი აფხაზეთში არ გაიყიდება. ეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არის ის, რომ როდესაც არ იყიდება ვთქვათ მიწა აფხაზეთში, ეს შეიძლება უნარჩუნებს გავლენას ამ მიწაზე, ვთქვათ ეთნიკურად აფხაზებს, ხო? მაგრამ განვითარებას უშლის რეალურად ხელს და ეს არის რუსეთის პოზიცია და მუდმივად ხდება ამაზე ზეწოლა. შესაძლებელია თუ არა რომ ანქვაბი ამ ზეწოლის შედეგად გატყდეს და თქვა დათანხმდეს ამ ყველაფერს. მე პირადად გამოვრიცხავ ამას, უნდა დავეთანხმო, ჩვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გქონდა ალექსანდრე ანქვაბთან ომამდე, კაიხნით ადრე. და კოლეგებიც ვიყავით, ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე იუსტიციის მინისტრი გახდით და მე ვიცი, როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა და ხაზი გაუსვა, ეს საკმაოდ პრინციპული პიროვნება, თუ დათანხმდა რაღაც საკითხს, ის ბოლომდე გაიყვანს იმას. თუ თქვა ვარი, ეს იმ ვარს ასე ვთქვათ ბოლომდე. მაგრამ აი ახლა აფხაზეთში ახლა ამ წუთას ძალიან აქტუალურია ენის საკითხი და ანქვაბმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ შეიძლება რუსული გახდეს მეორე სახელმწიფო ენა. ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვის გავლენა სულ დღითი დღე უფრო იზრდება აფხაზეთში. მოსკოვის და რუსეთის გავლენაზე შეიძლება ასე ვთქვათ საუკუნეების უკან იყო და არა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე საიდან შეიძლება ეს საკითხი იყოს წამოსული აფხაზებისგან თვითონ რომ რუსულ ენას მიენიჭოს სახელმწიფო სტატუსი თუ მოსკოვიდან რა თქმა უნდა ეს არის ამის
საშიშროება და მე არ გამოვრიცხავ რომ ასედაც ასე ვთქვათ მოხდეს. ამას მე არ გამოვრიცხავ. მაგრამ რაც ეხება მიწებს, აი ჩემთვის პრინციპული საკითხია ეს. მე წავიკითხე ინტერვიუ სტანისლავ ლაკობას, უშიშროების საბჭოს დივანი იყო, გახსოვთ თქვენ, ერთ-ერთ ტელევიზიას, რუსეთის ტელევიზიას აძლევს ინტერვიუს და ეხლა საკმაოდ ბაგაფშის დროს ძალიან პრინციპულად დადგა საკითხი აიბგის მადანზე არის საუბარი, აიბგი არის გაგრაში ასეთი ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება იმ კრასნაია პალიანას ეგრეთ წოდებულ, სადაც ასე ვთქვათ, ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს. და აი შეკითხვა იყო ასეთი, თქვენ არაპირებთ რუსეთს გადასცეთ, ეს აიბგა? სტანისლავ ლაკობამ უპასუხა, რომ კი, მაგრამ საერთოდ რატო დგას საკითხი მიწების გადაცემაზე და ასე შემდეგ და რუსეთმა რა აიბგის გარეშე ცნო აფხაზეთი? აი პასუხი იყო ასეთი. და რატომ დგას საერთოდ ეს საკითხი? ჩემთვის ასე ვთქვათ, მე არ ვიტყვი რომ ძალიან მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო პასუხი იყო, იმიტომ რომ მე ბატონ გიორგის უნდა დავეთანხმო. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ იქ ერთგვაროვანი რაღაც ისეთი მიდგომა არის ამ საკითხებთან, ის საკმაოდ რთული სიტუაცია და ხალხს, აფხაზ ხალხს, ცალსახად მე მგონი გადაწყვეტილი აქვს, რომ არავითარ მიერთებაზე და შეერთებაზე თქვათ რუსეთთან მათ განწყობა ასეთი არ არის. გასაგებია, ბატონ გიორგი, თქვენ მინდა გკითხოთ არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. რუსეთმა აღიარა, რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ არ ჩანს, თქვათ, პერსპექტივა, რომ კიდევ შეიძლება ვინმე აღიაროს რომელიმე ესეთო სერიოზულმა სახელმწიფომ. ამ საკითხს როგორ უყურებენ აფხაზეთში? Ну, დღეს რა თქმა უნდა, ევროკავშირი და ამერიკა ძალიან მაგრად დგანან, რომ მოხდეს ეს არაღიარება და ამიტომაც ეს ასეთი პატარა გარღვევები ხდება სწორედ აი როგორც კი ეს ნაურუ და ასეთი ქვეყნების, მაგრამ ეს გარღვევები ხდება. და ну, იქ ოფიციალური პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ არსად არ გვეჩქარება აფხაზეთის აღიარება ეს ისტორიულად გარდუვალია, მე გეუბნებით როგორი პოზიციაც არის იქ. და ეს თანდათან მოვა ყველაფერი. ამას ამბობდნენ სხვათა შორის სანამ აღიარება მოხდებოდა რუსეთის მიმართ და ნუ ეხლა ლაპარაკობენ უკვე რიხიან ამის შესახებ. როგორ წარმოუდგენიათ საქართველოსთან ურთიერთობა, აი არა მარტო თქვათ სოხუმში მართველ წრეებს, არამედ მოსახლეობას. სამწუხაროდ უკვე ეს ურთიერთობა 18 წელი ეწადია, კარგს ვერაფერს დავარქმევთ. ამ თუ რამე ურთიერთობა არსებობს, კარგი არაფერი არის. ამ შემთხვევაში მომავალში როგორ წარმოუდგენიათ? ხო და მომავალში კიდევ შემდეგი 18 წლის მერე როგორ იქნება, რა იქნება, ამაზე უკვე ვინ შეიძლება იფიქროს და რაღაც. ამიტომ ვამბობ, რომ საჭირო არის ეს მოლაპარაკებების დაწყება. როდესაც ჩვენთან ამბობენ, რომ მაინც ყველაფერს რუსეთი წვეთს, მე მექნება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის ისე რომ ვთქვათ, აი რომ არ ვიცით დაუშვათ რაღაც, არ გვაქვს მოფიქრებული სტრატეგია და ამიტომაც ხელებს ვიბამთ, რომ მაინც არაფერი არ გამოვა. ხო, აი ზუსტად მივედით იმ საკითხზე, რომელიც მინდოდა შეკითხვათ მეკცია. არის პოზიცია თბილისში, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, სანამ ოკუპირებულია, ვთქვათ, იქ ბაღაფში იქნება ანქვაბი თუ ასე შემდეგ სხვა ლიდერი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა თბილისისთვის არ აქვს. ნუ დაახლოებით ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. თქვენი პოზიცია გავიგეთ, ბატონო თარ, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სწორია ასეთი მიდგომა? მე არასოდეს არ ვეთანხმებოდი ასეთ მიდგომას და გეტყვით რატომ. იმიტომ რომ ჯერ ზოგადად საქართველოში ჩვენ არ ქონია ჩამოყალიბებული კონცეფცია, სტრატეგია აფხაზეთთან მიმართებით. მე გახდით 96 წლამდე, ასე ვთქვათ, ყველა მოლაპარაკების მონაწილე და ვიცი, ასე ვთქვათ, ну, ეგ ასე კიდევ უნდა ვიხმარო ეს სიტყვა, კულუარული, ასე ვთქვათ, საუბრები ჩემ აფხაზ მეგობრებთან. აი მე მიკვირს ხოლმე და ბატონ გიორგის ვეუბნებოდი დღეს, რატომ არის მე საკითხი, რატომ აფხაზურმა მხარემ, აფხაზეთმა 93 წლიდან 99 წლამდე არ გამოაცხადა ფორმალურად დამოუკიდებლობა. ეს საკითხი საერთოდ არის მე.
თქვენი აზრით სწორედ ამ პერიოდში იყო შესაძლებელი ამ კონფლიქტის მოგვარება და შემდეგ დაიკარგა ეს შანსი. იმიტომ რომ ელოდებოდნენ ჩვენგან რეალურ წინადადებებს. და თქვენ არ ვიცი გახსოვთ თუ არა 99 წელს ვლადისლავ არძიმბა და პრიმაკოვი იყვნენ ჩამოსული აქ და იყო შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდგომ ალბათ 10 დღე გავიდა, შეიკრიბა აფხაზეთის პარლამენტი და გამოაცხადა დამოუკიდებლობა აფხაზეთის. იმიტომ რომ ის პასუხი მე როგორც ვიცი, ხომ მე არ მონაწილეობდი სამწუხაროდ მინდოდა შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ მე განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი ვიყავი. არ ნდობის საფუძველი იყო ჩვენს ურთიერთობაში, ჩემი და არძიმბასი, ამიტომ მინდოდა მასთან შეხვედრა და გამეგო რა განწყობაზე და რა აზრზე არიან საერთოდ აფხაზები, მაგრამ ჩემი და მისი შეხვედრა ვერ მოხერხდა, ну ალბათ არ უნდათ და ამიტომ არ შემახვედრე. იქ იყო წინადადება იმისა, რომ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის რეალურ სტატუსს. დიახ. მაგრამ პასუხი კონკრეტული ვერ მიიღო. არძიმბამ მას უპასუხეს, რომ ეხლა ჩვენ არა ვართ მზად ამისათვის, რამოდენიმე დღეში მიიღებთ პასუხს. ჯერ ალბათ აეროპორტამდე არ იყვნენ მისული, ის ვინც ალბათ მიეცა ბიძგი და უნდა გადაეწყვეტა მე სახელმწიფოს მეთაური მყავს ხედულობაში, მე როგორც ვიცი, ითქვა რომ ჩვენ ამისათვის მზად არა ვართ და ხალხი ვერ გაგვიგებს. აი დღევანდელ სიტუაციაზე თუ ვილაპარაკებთ, ბატონო თარ, ძალიან ნათელია ხო სიტუაცია, უდიდესი გავლენა რუსეთის აფხაზეთში, ეს ფაქტია ამის, ასე ვთქვათ. ეს რომ არ ვაღიაროთ, არ შეიძლება. აქედან გამომდინარე ვერ ხერხდება ეს მოლაპარაკების დაწყება სხვა ფორმატში, ჟენევის ფორმატი ვერ წყვეტს მსგავს საკითხებს. სხვა ფორმატშიც არ იწყება მოლაპარაკება. თბილისს რა ბერკეტი რჩება იმისთვის, რომ რაიმე, თქვა, დისონანსი შეიტანოს ამ სიტუაციაში და რაიმე ბიძგი მისცეს. აქვს რეალური ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნება უნდა იყოს მაგისა და მე კიდევ ერთხელ ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ არის ხალხი, თუნდაც ბატონი გიორგი ალბათ მეც ასე ვთქვათ ჯერ დობა ჯერჯერობით არ დამკარგია და უამრავია ასეთი ხალხი, ვინც ასე ვთქვათ შეუძლია ჩასვლა და ზოგადად განწყობის გაგება იმისათვის, რომ პატარა ასე ვთქვათ აგური დავდათ იმისათვის, რომ დაიწყოს ის მოლაპარაკებები, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩაატყდა ხიდი ორ ხალხს შორის. აღდგენა იმ ძველი ხიდის შეუძლებელია. უნდა აშენდეს ახალი ხიდი და ის ხიდი როგორი კონსტრუქციის იქნება. აი ამაზე უნდა გქონდეს ჩვენ ასე ვთქვათ საუბარი აფხაზურ მხარესთან. ეს რეალობაა. თვალი უნდა გაუსწოროთ ამ რეალობას. სხვანაირად ალბათ რთული იქნება საუბარი. ეხლა ერთიანი რეცეპტი იმისა, როგორ დაიწყოს ეს ასე ვთქვათ მოლაპარაკება. ანუ თქვენი ასე ვთქვათ წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც დაიწყოს, ოღონდ ჯერ არ ვიცით ეს რაღაც რა იქნება, ხო? ამაზეა ლაპარაკი. დროზე უნდა ვიფიქროთ ამ დიალოგის დაწყებამდე. იმიტომ რომ ეს ყოველი გადადება, ყოველწლიური გადადება, ეს უფრო და უფრო ჩვენ გვაცილებს ერთმანეთთან. უფრო და უფრო რთული ხდება რაღაც ისეთი საბოლოო ჯამში რაღაც ისეთი კომპრომისის მიღწევა, რომელიც ორივე მხარესთვის იქნება მისაღები. დღეს ჩვენ ვიცით, რომ მხარეები არიან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე. მოლაპარაკებებს ის მიზანი უნდა გქონდეს, რომ რაღაც ჩვენ საერთო მოდელი ვიპოვოთ, რომელიც ორივე მხარე ბოლოს და ბოლოს დათანხმდება, იმიტომ რომ თქვენ სწორედ თქვით, რომ აი რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე, ეს რა თქმა უნდა ასეთი დაპირისპირება არავის არ აწყობს, ეს არც აფხაზებს არ აწყობს და ეს არც ქართველების ინტერესში არ არის. მაგრამ თუ ჩვენ გადავდეთ და გადავდეთ, ეს შეიძლება კიდე 18 წელი გავიდეს და კიდე მეტი, აგერ კვიპროსი 74 წლიდან არის გაყოფილი და არის ჯერ კიდე რამდენ ხანს იქნება გასავალ. მაგრამ ეს ინიციატივა აუცილებლად თბილისს უნდა ეკუთვნოდეს თქვენი აზრით ამ საკითხზე რაღაც საკითხზე მოლაპარაკების დაწყება. სოხუმში თუ არსებობ, თუ ფიქრობენ რაიმე სხვა მოდელზე, პირდაპირ რომ დამოუკიდებლობაზე არ იყოს ლაპარაკი. ნუ არსებობს ყოველ შემთხვევაში ის მოედანი, ნუ რასაც ჟენევის პროცესი ქვია, რაზეც შეიძლება აი ამ საკითხების წამოჭრა და მე უკვე თვითონ დიალოგი მიგვიყვანს უფრო რეალურ რაღაც გადაწყვეტილებებს. მაგრამ ფაქტია, რომ
ასეთ საკითხებში წინსვლა ნამდვილად არ არის ჟენევის ფორმატში. იმიტომ რომ სხვა საკითხებით არიან, იქ უფრო კონკრეტული საკითხებით არიან დაკავებულები და ამ სტრატეგიულ საკითხებს უკვე არ ჩერდებიან სტრატეგიულ საკითხებს. ბატონო, დრო 18 წელია ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობდა. თავის დროზე რუსეთში გათვლილი იყო ამაზეც, რაც შეიძლება მეტი ასე ვთქვა, დრო გასულიყო, ამიტომ დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს. რაც ეხება ჟენევის ფორმატს, მე უნდა დავეთანხმა ბატონ გიორგის სრულიად გასაგებია, მაგრამ ისეთ კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი და ჟენევაში ამისათვის ჩასვლა არა საჭირო. ალბათ წინადადება ჩვენ გამოდიან წავედეს, რომ დავიწყოთ იმაზე, რაზედაც ჩვენ ბრძანეთ საუბარი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, მინდა გითხრათ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ გიორგი ანჩაბაძე და ოთარ ბენიძე. ძალიან დიდ მადლობას გადავუხდით ჩვენ სტუმრებს. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.